გამარჯობათ, დღეს ვაგრძელებთ, უბრალოდ ვასრულებთ ჩვენი ლექციების ციკლს იდენტობის კონსტრუირების შესახებ და დღეს ვილაპარაკებთ ერთი მხრივ როგორც საქართველოში დიდი იდენტობის კონსტრუირების პერსპექტივაზე, შეიძლება უკვე ვთქვათ დიდი იდენტობების კონსტრუირების პერსპექტივაზე და მეორე მხრივ ვილაპარაკებთ ამ პერსპექტივაზე მთლიანად მსოფლიოში, ანუ რა მომავალი, რა ჰორიზონტი შეიძლება ჰქონდეს იდენტობის პერსპექტივაზე, იდენტობის კონსტრუირებას. ხო, წინა ლექციაზე თქვენ გითხარით, რომ საქართველოში ესე იგი სამი ტალღაა, სამი პროცესია, რომელიც ყველა თავისებურ იდენტობას აკონსტრუირებს. ერთი ნაციონალიზმი, გითხარით, რომ ეს არის სახელმწიფო ნაციონალიზმი, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო თავისი ინსტრუმენტებით. არის საკრალიზაციის პროცესი, რომელიც ასევე ცდილობს დიდი იდენტობის რელიგიური ვერსია შეიმუშაოს და არის ახალი განმანათლებლობა, რომელიც როგორც გითხარით, არის წარმოდგენილი სოციალური მედიის მიერ და იქ ასევე არის არაერთი დიდი იდენტობის კონსტრუირების საშუალება და საფუძვლები. როდესაც ლაპარაკობთ საკრალიზაციაზე, დღევანდელ სამყაროში გითხარით, მე როდესაც ლაპარაკობთ თეორიებზე, საკრალიზაციის და დესაკრალიზაციის, გითხარით, რომ ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით მართალია თვითონ რელიგიაში ჩართულობის რიცხვი ადამიანების შეიძლება იზრდება, ჩართული ადამიანების რიცხვი, მაგრამ ეს რიცხვი არ იზრდება, მაგრამ ეს რელიგია აღარ არის პოლიტიკური, ანუ არ არის ჩართული პოლიტიკის კეთებაში. მაგალითად ევროპაში შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან ბევრია კერძო რელიგია, პატარ-პატარ რელიგიები, მაგრამ ეს რელიგიები არ მონაწილეობენ, აღარც ის არ მონაწილეობს, ესე იგი აღარც ძირითადი ისტორიული რელიგიები, მაგრამ ეს პატარ-პატარ რელიგიები, რომელშიც, დავუშვათ, ეს იქნება კრიშნაიზმი, ვაჰაბიზმი, რაღაცა რამე სხვა, ესენი არ მონაწილეობენ პოლიტიკაში, ანუ ისინი გახდეთ პირადი რელიგიები. ასე რომ დღეს როდესაც საერთოდ მსოფლიოში რელიგიის განვითარებაზე და საკრალიზაციის და დესაკრალიზაციის პროცესზე ვლაპარაკობთ, თავისუფლად უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ აქ ლაპარაკია იმაზე, თუ სად გადის საკრალიზაციის საზღვრები, ესე იგი ეს არის პოლიტიკური თეოლოგია, თუ ეს არის პირადი რელიგია, ანუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორი საზოგადოებაა. საქართველოსაც შეეხება ამ შემთხვევაში საერთოდ დავუშვათ, შეიძლება ევროპის ქვეყნებთან და განვითარებულ ქვეყნებთან არის ის, რომ რელიგიაში ჩართული ხალხის რიცხვი იზრდება, მაგრამ პრინციპული განსხვავება და რაც მას უფრო აი იმ პროცესებთან, არაბულ პროცესებთან და აღმოსავლეთ პროცესებთან დაკავშირებს, არის ის, რომ აქ ძალიან აქტიური არის პოლიტიკური თეოლოგია, ანუ რელიგიის ჩართულობა ყოველდღიურ პოლიტიკაში და ყოველდღიური პოლიტიკის კეთებაში. რაც შეეხება თვითონ ნაციონალიზმს, აქაც ვითარება განსხვავებულია, იმიტომ რომ ფაქტიურად ის ნაციონალიზმი, რომელსაც სახელმწიფო ცდილობს რომ დანერგოს, თავშოთ იმ პოლიტიკური რევერანსები რომ გამოვაკლოთ, საქართველოს ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, ის პოლიტიკური რევერანსები რომ გამოვაკლოთ, რომელსაც ხელისუფლება ახდენს თავშოთ ეკლესიის მიმართ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, ეს რომ გამოვაკლოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით ვითარებას, რომ ეს არის ახალი ნაციონალიზმის ძველის, აი რომელიც 60-იან წლებში შეიქმნა და მე რო გითხარით, ეს იყო ლიტერატურული ნაციონალიზმი, იმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თუ დავუშვათ ლიტერატურული ნაციონალიზმი იყო, უფრო კულტურული ნაციონალიზმი იყო დამყარებული სწორედ ამ იდეებზე, ერთი მხრივ ისტორიაზე, მეორე მხრივ აი რობაქიძის იდეაზე აღმოსავლეთის და დასავლეთის გადაკვეთის, ის ნაციონალიზმი, რომელიც სახელმწიფოს უნდა და სახელმწიფო ორგანოებს უნდა რომ დაამყაროთ, თუმცა პრობლემები არის და ამაზე წინა ლექციაზე ვილაპარაკეთ, ეს არის სახელმწიფო ნაციონალიზმი, რომელიც უფრო თანამედროვეა, უფრო შეესაბამება როგორც თანამედროვეს მოთხოვნებს, ასევე ხელისუფლების ხედვას მომავლის განვითარების, მაგრამ ეს კონფლიქტი რა თქმა უნდა არსებობს. ესე იგი ეს არის ბოლოს და ბოლოს ის ხალხი, ყველაფერს თავი დავანებოთ, ის ხალხი, ვინც წერდა ვინც თავის დროზე ეხლა ვინც წერს ყოველ სახელმწიფოს, ეს ხალხი არის ის, ვინც გაიზარდა კულტურული და ლიტერატურული ნაციონალიზმის გავლენის ქვეშ, ამიტომაც ძალიან ძნელია სახელმწიფოსათვის დაავალოს იმ ხალხს, ვინც სახელმწიფოს მოწერს, წეროს ახალი ნაციონალიზმის მიხედვით, როდესაც მათში, რომელსაც ისინი თვლიან, ის ნაციონალიზმი არის ძველი, 60-იან წლებში
და მესამე, რაც გითხარით, მესამე ეს არის ახალი განმავლობა, სოციალური ქსელების მიერ შექმნილი რეალობა, რომელშიც შესაძლებელია უსასრულო ბევრი დიდი იდენტობის წარმოება. ამ მხრივ ეს ერთი შეხედვით თითქოს ცდება საქართველოს საზღვრებს და საქართველოს როგორც სახელმწიფო საზღვრებს, იმიტომ რომ თავისი პრინციპით და ფორმალური პრინციპით სოციალური ქსელი არის ინტერნაციონალური, გლობალური, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, პრობლემების გამო, საერთო ვითარების გამო, ალუზიების გამო, რომელიც აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში მონაწილეობენ, ეს მაინც ის პრინციპულად ის მაინც არის ისეთი დიდი იდენტობის შექმნის პოტენციალი, რომელიც დაუპირისპირდება ნაციონალიზმის და საკრალიზაციის პროცესს. სწორედ იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც სოციალურ ქსელში მონაწილეობს, მაინც არიან იმ კულტურულ და სოციალურ გარემოში, რომელიც ხასიათდება როგორც ერთგვაროვანი და ჰომოგენური. ამიტომაც ამ მხრივ, ესე იგი, საქართველოში რა შეიძლება მოხდეს, სწორედ ახლა ეს არის სამი დიდი იდენტობის კონსტრუქტორის როგორც წინა ლექციაზე ვთქვი, შეჯიბრი და დაპირისპირება ერთმანეთის მიმართ. ესე იგი, ერთი არის, როგორც გითხარით, სახელმწიფო, მეორე არის ეკლესია, მესამე არის სოციალური ქსელი. თუ კი ესე იგი ეს ძველია, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ასე თუ ისე არის ძველი. ამ შემთხვევაში უკვე სხვა ვითარებაა, როდესაც შემოდის ახალი მოთამაშე სოციალური ქსელის სახით, რომელსაც შეუძლია არა ერთი, არამედ რამდენიმე დიდი იდენტობა დააკონსტრუიროს. ამ შემთხვევაში საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ამ მიმართულებით ის ორი ტრადიციული აქტორები, როგორიცაა სახელმწიფო და ეკლესია. თუმცა როგორც ჩანს, ესე იგი, პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ჩვენ ვდგევართ 21 საუკუნის დადგომასთან ერთად, არის მაინც იმაში, რომ ჩნდება დიდი იდენტობის ახალი კონსტრუქტორი სოციალური ქსელის საშუალებით და ამ შემთხვევაში სოციალური ქსელი თავისთავად რა არის? ხო, ესე იგი, აქამდე მიდის კამათები იმის შესახებ, რომ რა არის ეს საბოლოო ჯამში, ეს არის პრივატული, ეს არის საჯარო და საბოლოოდ აი თუ გავიხსენებთ იმას კანტის მიერ შემოტანილ დაპირისპირებას გონების კერძო და საჯარო გამოყენებას შორის, აი თუ გახსოვთ ჩვენი წარმოდგენისათვის უჩვეულოდ კანტი გონების კერძო გამოყენებას უწოდებს იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დღეს საჯარო გამოყენებას, ხოლო გონების საჯარო გამოყენებას უწოდებს იმ გამოყენებას, როდესაც ადამიანი არაფრით არ არის დაინტერესებული და ისე გამოხატავს თავისას, ანუ მას თავისთავად ამ ინტელექტუალური ინტერესის გარდა, რომ ჭეშმარიტება დაადგინოს, არაფერი სხვა რა აქვს. ანუ კანტი უძახის ყველა სხვა გამოყენებას, რომელშიც ინტერესია ჩართული, იქნება ეს მერკანტილური ინტერესი, იქნება ეს პოლიტიკური ინტერესი, სხვა ეს არის კერძო გამოყენება, და მხოლოდ იმ ინტერესს, როდესაც ეს არის ჭეშმარიტების დადგენის სურვილი, თელის რომ მოაშოროთ ეს ფსიქოლოგიური ფონი და შესაძლებელი ალუზიები, ყველას რომ მოაშოროთ, ამას უწოდებს იმას გონების საჯარო გამოყენებას. როგორც ჩანს, ეს მომავალი დიდი იდენტობები ხარ ძალიან ძნელია წარმოიდგინო, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში დიდი იდენტობის შემუშავების ადგილი მაინც გახდება სოციალური ქსელი, იმდენად არის ჩართული, იმდენად უფრო მეტად არის ჩართული ყოველი ადამიანი და გახდება კიდევ უფრო მეტად სოციალურ ქსელში ჩართული, ვიდრე დაუშვათ არის ჩართული, თუ გინდა ესე ფიზიკურ დიდი იდენტობის ფიზიკურ მატარებლებში, როგორც არის დაუშვათ ეკლესია, როგორც არის დაუშვათ სარწმუნოების კონკრეტული გამოხატვა მატერიალური, როგორც არის მაგალითად სკოლა, როგორც არის სხვა დაუშვათ გაზეთი, ჟურნალი. ესენი სკოლების, გაზეთების და ჟურნალების ნელ-ნელა ესე იგი ინაცვლებენ ვირტუალურ სივრცეში, ანუ სოციალური იქ სადაც არის სოციალური ქსელი. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სახელმწიფოც და ეკლესიაც შეეცდებიან რომ სოციალურ ქსელში დაიკავონ თავისი ადგილი და სოციალურ ქსელს შეხედონ როგორც დამოუკიდებელ ადგილს, სადაც რომელმაც შეიძლება მრავალი დიდი იდენტობა აწარმოოს, არამედ შეხედონ როგორც ინსტრუმენტს საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის. მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად ამისა, რომ სახელმწიფო რაც არ უნდა შევიდა, სახელმწიფოს მაინც აქვს, ესე იგი, მეტნაკლებად მაინც აქვს სასრული რესურსები, როცა სოციალურ ქსელის გამოყენება პრინციპში არის უსასრულო. თუ რა თქმა უნდა სახელმწიფოებმა რაღაცა შეზღუდვები არ დაადეს სოციალურ ქსელებს, რაც ჯერჯერობით ყოველთვის საეჭვოა, რომ ეს ესე მოხდება.
და ფაქტობრივად ჩვენ შევდივართ იმ ვითარებაში, როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ იწყება განმანათლებლობის ესეთი, აგითხარით მოხდა, რომ სისტემური განმანათლებლობა არის მოდერნიზაციის ერთ-ერთი ნიშანი. ახალი განმანათლებლობა, როდესაც ეს არის განათლების იმისი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების გადაცემის და ფოკუსირების საშუალებით შექმნა დიდი იდენტობების, ეს არის ვითარება, როდესაც ჩვენ შეიძლება ამას ვუწოდოთ მარადიული განმანათლებლობა, როდესაც ყველა ადამიანი შეუძლია იყოს განმანათლებელი. თუკი აქამდე განმანათლებლობა იყო ზემოდან ქვემოთ, ანუ იყვნენ ხალხი, ვისაც ჰქონდა რაღაც იდეები, ვისაც ჰქონდა სურვილები და ისინი ამას ავრცელებდნენ აგენტების საშუალებით. დღეს უკვე არ ვითარება იგივე დავუშვათ განათლების დონის მხრივ, იგივე სხვა მხრივ, რომ ყველა ადამიანი შეუძლია იყოს განმანათლებელი, თვითონვე გაავრცელოს და დავუშვათ ეს იდეები ამ იდეების შესახებ დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა ყველამ. ანუ თუ მაგალითად მე-19 საუკუნეში არსებობდა ლიტერატურული სალონი ან ჩაის სახლი, სადაც იდეების დამუშავება ხდებოდა და შემდეგ ეს იდეები გამოდიოდა და ვრცელდებოდა იმაში მთელს ქვეყანაში, მთელ საზოგადოებაში, ახლა უკვე ესე აქტიურად მთელი საზოგადოება არის ჩართული აი ამ და იქნება კიდევ უფრო მეტად ჩართული ამ იდეების შესახებ დისკუსიებში და შედეგად ჩვენ შევდივართ უცნაურ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში აქამდე უცნაურ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება არა მარტო ახალი განმანათლებლობა, არამედ მარადიული განმანათლებლობის პერიოდიც კი უწოდოთ. ესე იგი, შედეგად აი ეს მარადიული განმანათლებლობა ნიშნავს, აი წაიკითხეთ რაც ეკრანზე წერია, ფაქტობრივად ეს არის საბოლოოდ ისეთი იმ ოცნების განხორციელება, რომელიც ქონდათ პირველ განმანათლებლებს, მაგალითად ფრანგებს და გერმანელებს გულისხმობ და ეს არის არა მხოლოდ კრიტიკული მიდგომა და კრიტიკული მიდგომის განვითარება, არამედ ფაქტობრივად ის იქცევა უკვე გონების საჯარო გამოყენებად, როდესაც საჯარო გამოყენებად ჩვენი აზრით და არა კანტესეული აზრით, სადაც ხდება და ხორციელდება ყველანაირი დიდი იდენტობის კონსტრუირების შესაძლებლობა. და აქ ხდება ძირითადი ბრძოლა, ესე ვთქვათ, სულებისათვის, მართალია ფიზიკური აქტორებიც მონაწილეობენ, პოლიტიკური აქტორებიც მონაწილეობენ, მაგრამ ალბათ ძირითადი ბრძოლა სულებისათვის მოხდება მარადიულ განმანათლებლობაში და მარადიული განმანათლებლობისათვის იდეალურ ადგილში სოციალურ ქსელებში. და ასევე, რაც ფიქრობ არანაკლებ საინტერესოა, სამოქალაქო საზოგადოება ან სახეს შეიცვლის, ან საერთოდ გაქრება. იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება სწორედ იყო განმანათლებლობის პროდუქტი, ტრადიციული განმანათლებლობის პროდუქტი, როდესაც იდეები, რომელიც მუშავდებოდა განმანათლებლების მიერ, ეს გადაეცემოდა სამოქალაქოს და ამ იდეების გაზიარებით საზოგადოება ხდებოდა სამოქალაქო, იმიტომ რომ ისინი იზიარებდნენ რაღაცებს, რაც იყო მიღებული, მსჯელობდნენ ამაზე, კიდევ ავრცელებდნენ ამას და სამოქალაქო საზოგადოება დიდწილად არის სწორედ იმ ტრადიციული დიდი იდენტობის შექმნაში მონაწილე სუბიექტების ერთობა. ამ შემთხვევაში, როდესაც ყველა შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის მიღება და ფაქტობრივად ყველა ადამიანის გარკვეულ უნარებზე, ანუ კრიტიკულ მიდგომებზე, სხვადასხვა იმის გამოხატვის და თვითდამკვიდრების უნარებზე არის დამოკიდებული, როგორი ტიპის დიდი იდენტობა იქნება, ფაქტობრივად იდეების ასე გამავრცელებლები უკვე აღარ რჩებიან. ყველა არის ადამიანად შემოქმედი და გამავრცელებელი, სოციალურ ქსელი ან უცვლის სამოქალაქო საზოგადოებას ფორმას, ან საერთოდ შეიძლება გააუქმოს კიდეც ის, იმიტომ რომ თავისთავად დიდი იდენტობა შეიძლება იყოს არასტატიკური რამ, რომელიც ჩვენ შეიძლება ვნახოთ მაგალითად საფუძვლო ტექსტში, რომ ქართველები იყვნენ ესეთები, ამას აკეთებდნენ და ასე შემდეგ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გაცნობიერება, რომ ესე დიდი იდენტობა შეიძლება იყოს უბრალოდ დისკუსიების და დისკურსის იდენტობა და არა დაუშვათ დადგენილი ფორმულების და დადგენილი იდეოლოგიების. ანუ შესაძლებელია მივიღოთ უცნაური დიდი იდენტობა, რომელსაც უკვე იდეოლოგია საფუძვლად აღარ ექნება, არამედ ექნება სხვა რაღაცეები. დისკურსი, საკითხების წრე და ამაზე და ეს იქნება ასე ვთქვათ ცოცხალი დიდი იდენტობა, რომელშიც იქნება მუდმივად მოძრაობები, ფლუქტუაციები და ასე შემდეგ.